ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერს უფლებამოსილება შეუზღუდეს. ბათუმის მერის სარეზერვო ფონდის განკარგვისა და რამდენიმე სამსახურის უფროსის დანიშვნის გარდა სხვა საკითხებს ვეღარ გადაწყვეტს. საკრებულომ 2006 წელს მერზე დელეგირებული უფლებები უკან დაიბრუნა. ეს უფლებები სახელმწიფო შესყიდვების, მშენებლობის ნებართვისა და ექსპლუატაციის მიღების, გარე ვაჭრობის ნებართვა, საგზაო ნიშნების დაგეგმარება, განთავსებისა და რამდენიმე კომისიის განკარგვას ეხება. სხდომას ხმაურით დაიწყო საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ მირაკლი ჩავლეიშვილის მიერ აპარატის სამი თანამშრომლის გათავისუფლება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ საკითხი პოლიტიკური ნიშნით გადაწყდა. რა თქმა უნდა, გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით იმ ადამიანებმა, რომლებსაც ესე ვთქვათ, ეწყინათ საკრებულოს თავმჯდომარის, ანუ ჩემი გადაყენება თანამდებობიდან, ესე ვთქვათ, მათთვის გამოიყენა ბატონმა ირაკლიმ ესეთი საჟირო შტატები გაუყვა და მათთან სხვა დაუშვა ახალი შტატები და მოიყვანა სხვა თანამშრომლები. მე მართლა გულწრფელად ვაპარაკობ, ბათუმის საკრებულოს აპარატში ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს და ამ ფაქტის მერე ამის მერიდება ხოლმე აპარატის თანამშრომლებთან გულთბილად მისაღებაც კი, იმიტომ რომ არ ჩათვალო, რომ იმათაც გული დასწყდა ჩემს, ესე ვთქვათ, გადადგომას და არ გაუშვა სამსახურით. არავითარი კანონის დარღვევა არ ყოფილა. ბატონ გიორგი აღიარებს იმას, რომ მეგობრული ნიშნით ყავდა მოყვანილი ეს თანამშრომლები და მე მართალი გითხრათ, რომ გავათავისუფლე ეს ადამიანები სამსახურიდან მეგობრული ნიშნით არც არავინ არ მოიყვანა და არც ვაპირებ ვინმეს მოყვანას მეგობრული ნიშნით. ყველას უნდა კონდეს თავისი ფუნქციონალური დატვირთვა, ასეთი ადამიანები არიან საკრებულოში. საბოლოო გადაწყვეტილების მიღები არის საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე მე გაუწევს კოორდინაციას, ისევე როგორც მიღებული გადაწყვეტილების ცხოვრებაში შესრულებაზე.